ეს არის შემთხვევა, რომელიც არანაირი რწმენის ჩარჩოებში არ ჯდება და მშობლობის ყველა პრინციპს ეწინააღმდეგება. 2005 წელს სამაგალითო გეი მამების ნიღაბს ამოფარებულებმა ავსტრალიელმა მამაკაცმა და მისმა პარტნიორმა იყიდეს პატარა ბიჭი რუსეთში. სინამდვილეში კი დახურულ კარს მიღმა ისინი სექსუალურ ძალადობას ახორციელებდნენ, ჯერ კიდევ ვიდრე 2 წლის გახდებოდა ბიჭი და სხვებსაც აძლევდნენ საშუალებას იგივე გაეკეთებინათ. გასული კვირის ბოლოს ამერიკის შეერთებულ შტატებში ავსტრალიის მოქალაქეს მარკ ნიუტონს მიესაჯა 40 წლის პატიმრობა. მისი პარტნიორი პიტერ ტრუონგი კი განაჩენს ელოდება. კარა მელდრუმ ჰანმა ეს რეპორტაჟი დღევანდელი დღის გადაცემისათვის მოამზადა. ეს ამბავი მოიცავს შემაშფოთებელ და აშკარა სექსუალური ხასიათის შეტყობინებებს. ტესტირება, ეს არის ჯინჯერი ABC-დან. ეს იყო 2010 წლის ივნისი. ABC-ს ადგილობრივი რადიოს წამყვანი ჯინჯერ გორმანი ემზადება საინტერესო ოჯახთან შესახვედრად ფინალთის ტრინიტის სანაპიროსთან კუინსლანდში. მე ვაგროვებდი სქესთან დაკავშირებულ რეპორტაჟებს. უშუალოდ ეს ინტერვიუ იყო გეი მამების წყვილთან, რომლებიც დიდი ხანით ცდილობდნენ ოლოდათ ბავშვი სუროგაციის მეთოდით. უცხო თვალისთვის ამერიკელი მამაკაცი მარკ ნიუტონი და მისი ავსტრალიელი პარტნიორი პიტერ ტრუონგი თავმომწონე წყვილი იყო. ამ სურათში ისინი ერთად არიან გადაღებული ნაშვილებ ბავშვთან ერთად, რომელსაც ჩვენ შემდეგში მოვიხსენიებთ როგორც ბიჭი ნომერი 1. ეს არის ჯინჯერ გორმანის მიერ იმ დღეს გაკეთებული ხმის ჩანაწერი, სახლის უკან ეზოში პატარა ბიჭთან და წიწილებთან თამაშის დროს. აჭამე ამათ ამდილით? არა. შეხედე, ერთი მათგანი აქ არის. ამის დაჭერა უფრო ძნელია. ხო? დიახ. იცი რა ქვია ამ წიწილას? ჯერ არ მომიფიქრებია. ფიქრობ, რომ მას სახელი ჯერ არ დაურქმევია. მე მას დავარქმევ წიწილა კასტის. კასტი? სიცრუე ვერაფერში შევნიშნე. ერთი შეხედვით ეს იყო მოსიყვარულე და მეურნე ოჯახი. ჩემს გონებაში ბევრჯერ გადავავლე თვალი ყოველივე ამას და საეჭვო არაფერი შემინიშნავს. მარკ ნიუტონი და პიტერ ტრუონგი პროფესიონალი მატყუარები იყვნენ, რომლებმაც უცხოეთში სუროგატი დედის ძებნით დაიწყეს. მე მივატოვე ჩემი კარიერა, ჩემი სამუშაო და წავედი რუსეთში ამ პროცესისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან მოწადინებული ვიყავით, რომ ეს გამოგსვლოდა. ამ საქმის განხორციელებისთვის ჩვენს ბიუჯეტს შეადგენდა ყველაფერი, რასაც ჩვენ გამოვიმუშავებდით, ჩვენი დანაზოგი და ჩვენი სესხი. და რატომ გამოიყენეს შენი სპერმა, მარკ, და არა პიტერის? მე მგონი ეს მონეტის აგდებით გადაწყდა. ჩვენ რამოდენიმეჯერ განვიხილეთ ეს საკითხი. ეს იყო პირველი ტყუილი ნიუტონისა და ტრუონგის მრავალ ტყუილებს შორის. მათი გარყვნილი და საიდუმლო ცხოვრება ინტერვიუდან წელიწად ნახევრის შემდეგ 2012 წლის თებერვალში იქნა გამოვლენილი და ისინი დააპატიმრეს კალიფორნიაში. მათ წაეყენათ ბრალი ბავშვთა პორნოგრაფიის წარმოების, გავრცელების და უკიდურესი სექსუალური ექსპლუატაციისთვის. მომხდარმა ძალიან დიდ შოკში ჩამაგდო. განვითარებული მოვლენების შემდეგ თავს სასოწარკვეთილად გრძნობ და უკიდურესი ზიზღისა და აღშფოთების გრძნობა დამეუფლა. იცით, ბავშვის ყიდვა და გაზრდა იმ ერთადერთი და მკაფიო განზრახვით, რომ მას მამაკაცების ქსელმა ექსპლუატაცია გაუწიოს, არის ძალიან გარყვნილი და ამ პატარა ბიჭისთვის უზომოდ სამწუხარო ამბავი. სევდიანი ისტორია ბიჭი ნომერი 1-ისა ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლოს საბუთებზე დაყრდნობით აქ, რუსეთში იწყება. 2005 წლის ივლისში დედამისმა ის ნიუტონსა და ტრუონგს მიჰყიდა $8,000 ამერიკულ დოლარად. მისი დაბადების საბუთები გააყალბეს, რათა ნიუტონი ბავშვის ბიოლოგიურ მამად ჩაეწერათ და ამით ხელი შეეწყოთ ბიჭი ნომერი 1-ის შვილად აყვანისა და კუინსლანდში ჩამოყვანისთვის. ამ ამბიდან 6 წლის შემდეგ 2011 წლის აგვისტოში ვილინგტონში, ახალ ზელანდიაში გენერალური ინსპექციის მთავარმა გამომძიებელმა ჯონ პიკოკმა ეს ყველაფერი შემთხვევით გამოაშკარავა. ველინგტონელი მამაკაცის საქმის ძიებისას, მისი კომპიუტერის სასამართლო ექსპერტიზის დროს, მე ვიპოვე მრავალი ფოტოსურათი ბიჭი ნომერი 1-ისა. ის წელს ზემოთ შიშველი იყო. სურათები საკმაოდ არაბუნებრივად და შეიძლება ითქვას, უცნაურად გამოიყურებოდა. ეს, როგორც მე უკვე აღვნიშნე, სტანდარტულ საოჯახო არდადეგების ფოტოებს არ გავდა. პიკოკმა სურათები პოლიციის ოპერატიულ ჯგუფ არგოს გაუგზავნა ბრიზბენში. ეს არის სპეციალური ქვედანაყოფი, რომელიც პასუხისმგებელია ბავშვთა ონლაინ ექსპლუატაციისა და ბოროტად გამოყენების შემთხვევების გამოძიებაზე. ჩვენ ზუსტად ჯონის მსგავსი რეაქცია გვქონდა და სწორედ ამან გამოიწვია გამოძიების დაწყება. სურათები მხოლოდ დასაწყისი იყო.
პოლიციამ აღმოაჩინა ტრუონგს, ნიუტონსა და ახალ ზელანდიელ მამაკაცს შორის ონლაინ საუბრების მთელი რიგი მასალები. ისინი ტრაბახობდნენ მათი და სხვადასხვა მამაკაცების მიერ ბიჭი ნომერი 1-თან ადრეული ასაკიდან სექსუალური კავშირის დამყარების შესახებ. მათ რიცხვში შედის 2 ინდიანოპოლისელი მამაკაცი ამერიკაში, რომელთა საქმესაც ასევე პოლიცია იძიებს. ჩვენი ვარაუდით, როდესაც ბავშვი 5 წლის იყო, ამ შეთქმულებას შეუერთდა ბატონი პეველლი, ადვოკატი ფლორიდის შტატიდან და ბატონი ბეტო, ჩოგბურთის მწვრთნელი ილინოისიდან. ჩვენი ვარაუდით, მათ ბავშვთან ურთიერთობა 4-5 წლის ასაკიდან დაიწყეს. ეს 4 მამაკაცი შეადგენდა იმ ქსელის ნაწილს, რომელიც იმ დროისთვის ცნობილი იყო როგორც პატარა ბიჭების მოყვარულთა ქსელი boilover.net. მამაკაცები, რომლებიც თვლიდნენ, რომ სექსუალური ძალადობა და გაუპატიურება ისეთი პატარა ბიჭების, როგორიც 2-დან 10 წლამდე ასაკია, კონსენსუსზე დამყარებული სიყვარულია მამაკაცსა და პატარა ბიჭს შორის. ამ დროისათვის ქსელს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში 70,000 წევრი ჰყავდა. 2009 წელს ეს ქსელი განადგურებულ იქნა სხვადასხვა ქვეყნებში მთელი რიგი რეიდების ჩატარების და რამოდენიმე ავსტრალიელი მამაკაცის დაპატიმრების შედეგად. 670 ეჭვმიტანილი იქნა ამოცნობილი. 1084 უკვე დაპატიმრებულია და 230 ბავშვი, როგორც ამ საშინელი კრიმინალური საქმიანობის მსხვერპლი, ამოიცნეს და დაიხსნეს. ეს არის ჩაკეტილი შიდა ქსელი. მათ აქვთ ურთიერთკომუნიკაციის ძალიან მკაცრი განაწესი და როგორც ამ საქმემ გამოააშკარავა, მათი ჩვენთან თანამშრომლობის შესაძლებლობა უაღრესად მცირეა. ქაირნსში ტრუონგისა და ნიუტონის სახლზე განხორციელებული რეიდის შედეგად პოლიციამ ამოიღო ზღვა მასალა შიფრული მყარი დისკების და კომპიუტერული ქსელების ჩათვლით. ყოველივე ეს გადაეცა შეერთებული შტატების პროკურატურას. მე პირადად მთელი კვირა, დღეში 10 საათი დამჭირდა, რათა ავსტრალიაში, საფრანგეთსა და ამერიკის სხვადასხვა ნაწილებში გადაღებულ ბავშვთა პორნოგრაფიის ვიდეო ჩანაწერებს გავცნობოდი. ერთ ვიდეო ჩანაწერში ნაჩვენებია 2 წელზე უფრო ადრეულ ასაკში ბიჭი ნომერი 1-ისა და მარკ ნიუტონის შემზარავის სრულყოფილებით დამყარებული აქტი. როდესაც ბიჭი გახდა 5 წლის, მხოლოდ 1 თვის განმავლობაში ნიუტონმა 10-ზე მეტი სექსუალური კავშირის ვიდეო ჩანაწერი გააკეთა. ერთ-ერთი გზა, რომლითაც ისინი აკონტროლებდნენ და მანიპულირებას უწევდნენ ამ ბავშვს, იყო ის, რომ გარე სამყაროსთვის ისინი კარგ მშობლებად ჩანდნენ. და კიდევ ერთი რამ, რაც მათ გააკეთეს, ასწავლეს ბავშვს თუ როგორ უნდა გაეცა პასუხი პოტენციური გამომძიებლებისთვის. ამერიკის შეერთებული შტატების ძალოვანმა სტრუქტურებმა ქაირნსში, ტრუონგისა და ნიუტონის სახლში აღმოაჩინეს ვიდეო ჩანაწერები კიდევ 2 პატარა ბიჭთან ერთად. მე არ შემიძლია გამოვააშკარავო იმ ბავშვის პირადი მონაცემები, მაგრამ შემიძლია განვაცხადო, რომ ბიჭი ნომერი 2 ამ საქმიანობის მსხვერპლი გახდა ავსტრალიაში. ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ კონსპირაცია, რომელიც ჩვენი ვარაუდით მოიცავს ბიჭი ნომერი 1, 2 და სხვებს, საერთაშორისო მასშტაბის მოვლენას წარმოადგენდა. ძალოვანი სტრუქტურები არიან ძალიან მოწადინებულნი, რომ იპოვონ ყველა ის პირი, რომელმაც სექსუალური ძალადობა განახორციელა ბიჭი ნომერი 1-ზე. ამ ქსელთან მიმართებაში გარწმუნებთ, რომ ჩვენ ბოლომდე მივყვებით ამ საქმეს, რათა ყველამ, ვინც კი რაიმე როლი ითამაშა ამ ბავშვის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენაში, პასუხი აგოს კანონის წინაშე. კარა მელდრუმ ჰანნას რეპორტაჟი. გაყალბების ანალოგიური სქემით, კერძოდ მამად უკანონო რეგისტრაციის გზით, 2011 წლიდან დღემდე უცხოელ მამაკაცებს, გეი პირებს, საქართველოდან გააყვანინეს სუროგატი დედების მიერ გაჩენილი ათეულობით ბავშვი. თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე, წლებია ფუნქციონირებს სააგენტო New Life Georgia. ეს არის იმ მსოფლიო ქსელის სათაო ოფისი, რომელსაც აქვს 7 ფილიალი სხვადასხვა ქვეყანაში და უცხოელ ჰომოსექსუალებს სთავაზობს ქართველი დონორებისა და სუროგატების მეშვეობით ქართველი ბავშვების ჩასახვას და ამა თუ იმ ქვეყანაში გაყვანას. სააგენტოს დამფუძნებელი დღეს უკვე მილიონერია. პოსტსკრიპტუმ ახლა პირველი გიჩვენებ სუროგატ დედას, რომელიც გეი წყვილისათვის ბავშვს აჩენს. თითოეული სუროგატი ემბრიონის გამოზრდისა და გაჩენის სანაცვლოდ საშუალოდ $10,000 იღებს. სამივე შუამავალი უშვილო წყვილებთან მარიამ კუკუნაშვილია. ლალი გოგინაშვილი ბავშვს ამერიკელი ერთსქესიანი წყვილისთვის გააჩენს. მომავალ მშობლებს ჯერ კარგად არ იცნობს, ორივე სახელიც არ იცის. ერთის ვიცი, რომ მაიკლი არის. და მეორე ვეღარ გამიხსენებია. საქართველოში გეებისა და ლესბოსელების ქორწინება არ არის ნებადართული, მაგრამ მარიამ კუკუნაშვილი სუროგატ დედებთან უკვე საქართველოში მცხოვრებ ერთსქესიან წყვილებსაც აკავშირებს.
საქართველოში არიან ქართველებიც, არიან როგორც ერთსქესიანი წყვილები, ასევე იყო შემთხვევა, ორი შემთხვევა იყო ტრანსგენდერი პაციენტის და ვეხმარებით რა თქმა უნდა მათაც. რა იცვლება ბავშვისთვის, როცა ის იზრდება არა ქალისა და მამაკაცის, არამედ ორი მამაკაცის ან ორი ქალის ოჯახში. ჩატარდა უამრავი ფსიქოლოგიური კვლევები და დადგინდა, რომ არანაირი განსხვავება ან რაიმე ისეთი უარყოფითი მომენტები, რისი ეჭვიც იყო ან ყოფილა საზოგადოების მხრიდან, ასეთ ბავშვებში არ არსებობს. ოჯახის ფორმულა არის სამწევროვანი. დედა, მამა და შვილი. ბიჭი თუ იზრდება მამაკაც გომოსექსუალების ოჯახში, ბუნებრივია იმის გამო, რომ მას აღრევა ექნება ვინ არის დედა ან ვინ არის მამა და ასე შემდეგ, მას აღრევა ექნება საერთოდ ცხოვრებაში ვისთან ურთიერთობა დაამყაროს და დაამყარეს ისევ აღრეულ ურთიერთობას, ანუ გომოსექსუალურს. ლალი გოგინაშვილი მზად არის ამერიკელი გეი წყვილის შემდეგ სხვა უშვილო ოჯახებსაც მოემსახუროს. დამეთანხმებით საკამათოა და როგორც ჩანს ჩვენ ამ თემას კიდევ დაუბრუნდით. გადაცემა ჩაწერილია 2010 წელს. უკვე 2011 წელს საბუთების გაყალბების გზით საქართველოდან უცხოელ მამაკაცებს უკანონოდ გააყვანინეს მუღალაშვილის, ღონღაძის, ჯავახშვილის და სხვა სუროგატი დედების მიერ გაჩენილი ბავშვები. გაყალბებული დაბადების მოწმობები გაცემულია იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოდან. გაყალბება დადასტურებულია პროკურორ შალვა ცერცვაძის 2013 წლის 7 მაისის დადგენილებით. მოცემული დადგენილება და სამოქალაქო რეესტრიდან გაცემული გაყალბებული დაბადების მოწმობები წარმოადგენენ იმ უტყუარ მტკიცებულებებს, რომელთა არსებობაც დაფარა მინისტრ თეა წულუკიანის უწყებამ და ამგვარად ცრუ ინფორმაცია გაავრცელა მასმედიის საშუალებით. ამ ფაქტთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ 2015 წლის 11 მარტს წარმოებაში იქნა მიღებული ასოციაცია მომავლის იმედის თავმჯდომარის თამარ ხაჭაპურიძის სარჩელი იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ. მრავალი თვეა საქართველოს ტელევიზიებით ამაოდ გადის სოციალური კლიპი ჩვილების საქმე. მათ არ შესწევთ თავდაცვის უნარი, მათ არ ყავდათ დედები, მათთვის ყალბის საბუთები გაიცა რეესტრიდან. ისინი უკანონოდ გაიყვანეს ქვეყნიდან. 354 პრიმამული ჩვილების საქმე. ამ საქმეში არსებობს კონკრეტული მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებენ კონკრეტული პირების დანაშაულებრივ ქმედებაზე. ბავშვების ქვეყნიდან გაყვანას ადასტურებს საზღვარი, მათი საბუთების გაყალბება უკვე 1 წლის გამოძიებულია. დამნაშავეები არ დარჩება. საფრთხის ქვეშ კიდევ ბევრი ბავშვია. კანონი კვლავ არ არის ყველასთვის ერთი. საქართველოს კანონმდებლობით დაუშვებელია მარტოხელა მამაკაცების მომსახურეობა, დონაციის და სუროგაციის მეთოდებით. ყალბი დოკუმენტებით ჩვილი ბავშვების საქართველოდან გაყვანის კონკრეტულ ფაქტებზე სისხლის სამართლის საქმე აღძრულია 344 პრიმამოხლით. მაგრამ უკვე წლებია ხელისუფლება არ სჯის დამნაშავეებს. აღნიშნულის გამო გრძელდება გაუკუღმართებული სექსუალური ორიენტაციის მქონე უცხოელების ხელში ქართველი ბავშვების მოხვედრა, რაც ხორციელდება არა მარტო დაბადების მოწმობების საქართველოში გაყალბებით, არამედ ქართველი დონორების და სუროგატი დედების უცხოეთში გაყვანითაც.